მიხარია რომ დღეს დავესარი ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალს წლევანდელი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული, ისტორიული ჩვენი ფეხბურთელებისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და რა თქმა უნდა შესაბამისად დაჯილდოების ცერემონიალიც იყო გამორჩეული და ისტორიული. მე მინდა ყველას მიულოცო, ვინც დღეს დაიმსახურა პრიზები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას. ყველას ვინც შექმნა ამ წლის ძალიან დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცია ბიძინა ივანიშვილი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ იცით რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი 3 წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის ასე ვთქვათ საფუძველიც გამოიცალა ხელიდან რაღა ეშველება ოპოზიციას აღარ ვიცი. სინამდვილეში არაფერი შეცვლა, ხო? დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს დე-ფაქტო სანქციები, არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთ-ერთი რამის გამო. ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რა სიტყავდნენ გუნდისგან, რა სიტყავდნენ კონკრეტულად პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ ამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე საბოლოო ჯამში იღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა პირიქით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა 3 წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა ასეც და ისეც რეალურად არაფერი შეცვლა. მე მქონდა საუბარი ახლახანს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. არ შედის პარლამენტში, მათ აიღეს დაფინანსება და ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან. რას ნიშნავს ეს? რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული, ერთადერთი ვინც მათ ასრულებს ეს არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს, რა თქმა უნდა, პარლამენტის აღიარება, ჯერ რომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი პარტია, ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შანტაჟი ზეწოლა მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს ოპოზიციას, უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები, წინ არის ტრამპის სანქციები, რას ელოდებით და ესე თქვა მოსულმა რომ 29 დეკემბერს ველოდებით რომ ბიძინა ივანიშვილი რა ნაბიჯებს გადადგავს და ამის მერეო დამატებით განაცდები. საერთოდ არ არის საინტერესო, ჩვენთვის ერთადერთი რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე მოქმედებდით ჩვენ 3 წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურება ის რომ საქართველოს დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა. თქვენ იცით რომ უკრაინაში ორჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება და იმ ძალებს რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე. და პირიქით, თქვენ ხედავთ რომ ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც 10 წლის განმავლობაში 2013 წლიდან მოყოლებული უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველოს თავი გადაირჩინა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. შაიშმელაშვილის გედედეს თანამშრომლის შაიშმელაშვილის აღიარებასთან დაკავშირებით მაინტერესებს, ალბათ ნახავდით, ის ყველა მაღალჩინოსანს ასახელებს, თუ ვინ იძლეოდა ესე თქვა განკარგულებებს და ასე შემდეგ. აი მის ამ განცხადებებს როგორ შეაფასებთ? ერთჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. შარლატანი ყავდათ გედედეს ერთ-ერთ მაღალჩინოსთან. მაღალჩინოსანი არ იყო, ნახეთ გედედეში არის 17
სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი განათლების ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივ მოვლენაა, რა თქმა უნდა, ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში. 29-ში გაიმართება მიხეილ ბატონო ირაკლი, ფიქრობ თუ არა ახალ არჩევნებზე? ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ინაუგურაციას არ აქვს ძალაო და გეგმებთან დაკავშირებით მე გავაკეთებ განცხადებას კვირას და თავს თვლის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. როგორ ფიქრობ, როგორია მოლოდინი დატოვოს თუ არა ატლანტის რეზიდენციას საფრთხე? არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი სასაცილო გოგონა და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ბატონო ირაკლი, თუ მოხდება ისე რომ უკვე სვიფტიდან მოხდება ქვეყნის ჩვენი საბანკო სისტემის გაშლა, ცნობობთ ასეთ რაღაცეებზე, ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები. ამ სანქციებს ამბობდით, რომ თქვენ ეჭვიგეპარებოდა და არ უშვებთ სანქციებს და ანუ უკვე მივიდით რაღაც სანქციების გვამდე და შეიძლება თუ არა უკვე შემდეგი ეტაპი იყოს საბანკო სისტემის სვიფტიდან გათიშვა. ეს რა შუაშია, რა სვიფტი, რომელიმე ქვეყანაში შევიჭერეთ თუ რა გავაკეთეთ? ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ხო, მარტო რუსეთს არ გულისხმობ ამაში, ხო? ნუ ოცნებებ თუ არ ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც ზუსტად ისევე კაცრად დავიცავთ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო და გამომდინარეობს, რომ გამორიცხავთ ახალი არჩევნების დანიშნვა. რა თქმა უნდა, რა შუაშია, რა ახალი არჩევნები. არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ხელოვნების წარმომადგენლების ბულინგი და ეს ადამიანები ამბობენ, რომ განსხვავებული აზრის გამო მიმდინარეობს ჩვენი ბულინგი. ანუ რა შეგეძლო? ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენა, ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგახვიეს თავს ეს უმძიმესი იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ თავს მოგახვიეს ბოლშევიზმი, ხო? ბოლშევიზმი და ლიბერალური ფაშიზმი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც ერთ საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. ანუ თანამედროვე ლიბერალურ ფაშისტებსა და 100 წლის წინ მოქმედ ბოლშევიკებს შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის. და ეს ბულინგიც, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის რა თქმა უნდა ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატული. ნუ ეს ხო გამოვლილი გვაქვს 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ეხლა 6 წლის თავზე სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს. ხო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, რა თქმა უნდა, ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია. დღესაც მოხდება რა თქმა უნდა იგივე, ხო, ზე გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და რა თქმა უნდა შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო ულამასლებს. ბიზნესმენების ნაწილი, რომლებიც პეტიციას აწერენ, მოსეთქანად არიან სავაჭრო ურთიერთობაში. რას ნიშნავს ეს ბატონო? ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში ამ ადამიანებს როგორც გაირკვა, აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიგერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცნობრობის დაბრუნების შემთხვევაში. ეს არის და ეს გაირკვა ამ ყველაფრით. ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებლოს რუსეთთან ვაჭრობით. ხო, ნუ აქედან აბსოლუტურად ყველაფერი არის გარკვეული და გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებსაც ხვებსაც შევთავაზეთ არაერთხელ საჯარო დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესმენებიც, კონკრეტული ბიზნესმენებიც გაექცნენ ამ დისკუსიას. მიზეზი არის მარტივი. ასეთ კითხვებზე მათ რა თქმა უნდა არ აქვს პასუხი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი მოქმედებენ არა რაღაცა ობიექტური ანალიზის საფუძველზე, არამედ საკუთარი სუბიექტური ინტერესების მიხედვით.